მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და F1227 რომ გამოვიდა ჯერ შევსურვარ. ეხლა შევდივარ. დღეს არის 13 აგვისტო. არის 11 საათი და 16 წუთი. ანუ 12-ის 16 წუთი რა. ხოდა. ესე იგი, ჯერ შევსურვარ თამაში და პირველი რეაქციებით გვერდით ერთად მეგდება თან აგიხსნით რომ რა როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქ რაღაცები გვითხრის. ნუ შესვლისას ეს ესექენით როგორც აუცილებლად შეიყვანთ. დავუდგოთ როდის შევა თამაში ჯერ ვისაც 26 ქონდათ update იქიდან Google Play-დან და გააკეთოთ. და შემდეგ აქ შემოხვათ აგას download-ს გააკეთებინებთ და შემდეგ შეახცევთ თამაში. რომელიც პირველად შევდივარ. კიდე პლუს რაღაც ცოტა რაღაცები უნდა. ანუ ახალი რაღაცები დაიმატა თამაშიო რა. დავატებინთ ბაიტები სჭირდება მაგისთვის. დავედოთ და შეგვიყვანს ეს. მე პირველად შევდივარ და ზუსტად არ ვიცი. მაგამდე ერთ ეტყვით რომ ემატება ახალი მწვრთნელი, რომელსაც სხვანაირი ბუსტი ექნება, ანუ თვითონ ბუსტი არა, ხო არის Poseidon Game. ეგეთი იქნება სხვა რაღაცა, ლამპარდი ემატება და არ ვიცი თვითონ რა ქვია სახელი ანუ skills რაც ექნება მაგ მწვრთნელს, მაგრამ ესეთია რომ როდესაც დასვაშია შენი გუნდი უფრო ჭიდროდება ერთმანეთთან შეკუმშვრები იქნებიან რომ არ გაგეცნენ მცველები, ხოლო ვინც ანუ შეტევაში როცა იქნები შენი ფეხბურთელები უფრო გაიშლებიან და ეცდებიან კარგად შეუგდიან მოწინააღმდეგეს. ამ მწვრთნელს წესი თავიღებთ 4 თამაშის შემდეგ, 4 თამაშს როცა ვითამაშებ, წესი უკვე მერე გადმოგვეცემა ეს მწვრთნელი ავტომატურად. და ძალიან კაი მწვრთნელი იქნება, ყველას გირჩევთ ითამაშოთ ამ პირველი დღეებში, რადგან აიღოთ ეს მწვრთნელი ძალიან საჭირო რამეა, თან ეხე ყურადღება მაგაზე უფრო გამახვილებული ექნებათ. ფუტბოლის შექმნებს კონამის, ანუ შემჭიდროებაზე და გაშლაზე, ამიტომ გამოიგონეს ეს მწვრთნელი. მაგრამ ვერ დაკმაყოფილებით რომ ეს მწვრთნელი ძალიან მაგარი იქნება, შეიძლება ჩვეულებრივი რუბენ ამორიმიან გვარდიოლა სჯობდეს რა. ჩვეულებრივი გვარდიოლას კი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ორ ბუსტიანი იქნება. მე კარგს ველოდები მაგ მწვრთნელისგან პირადად მე. იმიტომ რომ ესეთი ახალი რაღაცაა დამატებული და უფრო ჩაჭირა იქნება მაგაზე ჩემი აზრით და უფრო კარგად არის იქნება გაკეთებული, რადგან მაგამდე განახლებამდე უთქვიათ რომ ესეთი რამე გამოვა, ანუ ამაზე ბევრი უმუშავიათ რა. და ახალი სკილია, ამიტომ უფრო კარგად იქნება გამახურებული ყურადღება. კიდევ როგორც ვიცი ეხლა ედენ აზარდის პაკი უნდა იყოს, ჩელსის პაკი თუ ავსები. არ შევსურვარ თამაში, მაგრამ TikTok-ზე შევხვდა რაღაცა და შევედით პირდაპირ შეგიყვანთ, ნუ მე პირდაპირ შევიყვანა, თქვენი არ ვიცი და მესი ბიჭო, იამალი, მესი ბარსასი ძმაო, გთხოვ უფასოთ რა. არა 1800 ქოინად ლიონელ ანდრეს მესი ბარსელონას მესი ჩვენი თან განმოფრუნდება. ვიცდები ყველანაირად რომ ამაგროვ 1800 ქოინი და დავითრიო ეს მესი. იამალის ესია, მაგრამ მე მესი მინდა რა თქმა უნდა. ნუ მყავს ეს მესი, მაგრამ ცოტა მომიძველდა. აქ რაღაცა შევამჩნიე რომ შემოვიდი. ისეთია მეგობრებო. თავარი არის პაკ ოპენინგის დროს როგორი
აი, გასაგებია. ოპა, დეკლან რაისი გვაჩუქეს თან გაძლიერებული F-27-ს ახლები მის გამოიწერთ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ გაძლიერებული დეკლან რაისი იქნება და How to Fryer. აი, რა ხდება, მამაო, გვაძლევენ მესის და უნდა გავუტანოთ წესით გოლი. What the fuck? რა ხდება, ხალხო? მეც კი არ თამაშობ, თვითონ თამაშობს. აცილას მა. Okay. ნაცხო. ეხლა მე რო გამაკეთო არა? ნაცხო. გავიქით, მო. ეხლა მივისავრ რა? გასაგებია. ეხლა აქეთ. აუ, კიდე აცილა, ძმა. რა სისულელია რა დაამატეს ეს. კანსელი ძმა გამაგდით აქედან ვინმე გემუდარეთ. აღარ მინდა daily game ძმა მომაშორეთ ვინმე. Please. აუ, ენა დამეკმა. მოკლედ. ოპა. აქ ახალი თეთრები იქნება როგორც. ავიღეთ ჯეიმსა. ოპა, დიოც გაგვეხსნა. მოკლედ, ახლებისთვის ძალიან კაია ნახეთ რამდენი ფეხბურთელის ჩუქნით. იქეთ კიდე მუსიალა ასაღები აქეთ ნახეთ 100-ის გამაძლიერებელი ერთ კაც შეგიძლია ბუსტი დაუყენოთ ძალიან მაგარია ეს ამბავი. ეხლა მუსიალა მე არ ავიღებ. კიდევ აი აქ შევდეთ. აქ რანდომ ბუსტები. აი აქ უნდა იყოს წესით ახალი მწვრთნელი ლამპარდი. ხო, მეოთხე გახსნაზე აიღებთ ლამპარდს. ეს ის პაკია. ეს ბარსას და Manchester United-ის პაკია, რომელიც მოკლედ, ხო. სტანდარტ ფეხბურთელებში რა ხდება, მოდი შევიხედოთ. ოვერალები დააკლდათ ბევრს. ხვიჩა იგივეა. მე ვსტაგდა, იმიტომ რომ 96 ქონდათ თუ არ ვცდები. ოპა, ეს კაცი ლიონელ მესი მინდა მაგრად. აი, გასაგებია. აბა, აქ შევიდეთ და რა ხდება და ახალი მესი საჩუქრად. ძალიან კარგი, ესე იგი. Sobozlai პაკი, რომელიც გიჟისობოზლაი იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამაში, დარწმუნებული ეუბნებით ყველას, რომ სიგიჟე იქნება. ნახოთ, აბა, ავირჩიოთ ახლა, რა თქმა უნდა, მოსალაჰი. ყავს სხვა მოსალაჰი, ამაზე უფრო ბევრად მაგარი სალაჰი, ჩემი აზრით, მაგრამ მე სალაჰი. ეხლა მაინტერესებს პაკ ოპენინგის, ანუ როცა გავხსნით, ამას მე რა მოხდება. ანუ მესი ეს classic no what basic სტილის ფენდიბულეთი აუ რები დაუმატებიათ ძმა სულ გადავირი ახლა აუ გავსნათ მესი რამდენი მესი მყავს მე გაჩვენებთ აბა როგორი ფაქო აუ ძმა რა არის просто მითხარით ეს ხო ისედაც იყო კაი რა ეხლა უკიდიდან არ გამოვარდე თორე გავაფრე იგივე პაკო უფეინ იგივე გობრებო ანუ პაკის გახსნის დროს იგივე ამ იქნება რა შეიძლება კარგი იყოს შეიძლება სული იმიტომ რომ შეიძლება და ამაზე უარესი გახსნას გამოსულიყო ეს ყველა რა თქმა უნდა წავიდა მესის გარდა
ოპენინგი არ მომიწონა რაღაცა, იმიტომ თამაში იქნება სასიამოვნო და კარგი. მოდი მასში გადავიდეთ და ნახოთ რა დამოტებული და ამ ეს რაკეტიშია? არა. PvP მატჩებშიც რაღაცები იქნება დამატებული. აქ შევიცადო ამას საერთოდ თამაშობ. არასდროს არ ვითამაშე. რაც გინდათ ვითხარით, როგორ არ თამაშობ და მე არასდროს ეს არ ვითამაშია ვუს ალი. აი ვერა, ვუს ალს ვითამაშე. არ მიყავს. აქ ახალი დაემატა კოსტო კრეატინ თურნამენტი, ანუ შეგიძლია გავკეთო თურნამენტი, ანუ შექმნა აქ დაითანხმები, აქ მოიწევ 3 მეგობარს და შეგიძლიათ ითამაშოთ თასი და ვინც მოიგებს ის აღმართავს თასს. გასაგები. ეხლა მე მასტერ ლიგვის ვეროდებოდი, მაგრამ მაი ლიგვეში რა დაამატეს ნეტა? ნახტება იქნება დაამატეს რამე. რო შეხვავთ თავიდანვე 600 points გაძლევენ, ნახოთ თავიდანვე ვინ არიან ფეხბურთელები რივალდო დავაი ვიყიდოთ. ეს მეგობრებო, ოღონდ თქვენთან არ გადმოინაცვლებს თქვენ ფეხბურთელებში, უბრალოდ აი აქ მასტერ ლიგვის ფეხბურთელებში იქნება. მე თამაში მომდი. მიგარით. ეხლა კიდე რა მინდოდა? მაილები ნახეთ. ევენთებში შევიდეთ. ევენთებში ისე 50 coin-იანები დაგხვდა, რაც შეიძლება უარისიც დაგხვედრო და ხო, შესაძლებელი იყო. ამებს ავიდეთ მე. სხვა რა ვიზუალში დაიმატა რამე. აქ ავსტაგები, ოღონდ ის მაროკო და მაგის საერთოდ სამი ტრანსფერები. აი ამას ვითამაშებ მე. კიდე რა. აქ ნეიმარი და იამალი იყო ფონზე. მაგალია. F-Torres-ის ფონზე ვიღარ დავინახე, ვინ იყო სიმართლე გითხრათ. მაგრამ ალბათ იამალი და მესი იქნებოდა, მარტო მესი ან მარტო იამალი. სხვა რა, სტანდარტ მენეჯერებში რუის ამორიმს ფასი დააკლეს და 270 რა ძმაო. ან ახალი ხარ თამაში შემოხვედი 2027 გამოვიდა. მე ადრე ვთამაშობდი 2022, პროსტა ტელეფონი ამიბუჭდა და 2025 არ მომიწოდა, 2026 დავსკიპე და შემოვედი 2027-ზე. და რა იაფიხის ლუის ეარო მიგინი, როცა ჩვენ დროს 600,000 ღირდა. ვიღაცა ეგეთი მოდის რა. შემოდის და აბა მადლენი არ მაქვს, მაგრამ ავაგროვე ფაუცება ძალიან იაფია. რაპორტა საწება და quick count-ები 84 აქ და 220 ხის, ხო? ტომასზე შემოდის რამე და შემოდის არ მომიმში რა. კაი, ავაგროვებ, მოდი, ვის ამოებს ვიყიდე 88 ქონდა ადრე პოსეიონი. და სულ ადრე რა. როცა 224-ში, ეხლა ხო ქონდა 26-ში 87 და ეხლა ნახეთ. შემოვიდა კაცი თამაში, აი ოვერლოადი ქონია 85 და მაგითო. მაგრამ ლუის არონიმი არის ფეხბურთელი კი არა, კაცი რომელშიც ანუ რა ვთქვა ძმაო, ფოსეიონ გეიმი უნდა გქონდეს 387 და ეს ხონდეს 80, ანუ ყველა იმას არ ნიშნავს, რომ ოვერლოუდზე გესაუბრებოდით თავიდან, სანამ შემოდიოდი თამაში. იმას არ ნიშნავს, რომ ოვერლოუდი რადგან დაამატეს, სხვა რაღაცები უნდა დაივიწყოთ. მაგალითად
ამ კაცს რატო დააკლეს Poseidon Game? ქონდა Poseidon Game, როგორც ადრე 88 და ეს ქონდა 78. ვისაც Poseidon Game-ის სათამაშოდ ეს კაცი ეყოლებოდათ და იმისთვის რა ქვია, Overlord-ის სათამაშოდ ეხლა 4 მატჩი დაგმარშებს და ლამპარცაა. მოგეთ დიდი პაკ-ოფენინგი ეხლა ვერ შემოგთავაზეთ მე ავაგროვებ coins ვეცდები ყველა ვარიანტში რა ავაგროვო იმიტომ რომ შეიძლება ისეთი პაკები გამოვიდეს რომელსაც შემომიხარჯოს მაგრამ ვეცდები ავაგროვო და მე გავხსნა აქ 6 დღე ანუ ძალიან ცუდი დაწყებით ბრუნდება ეფუტბოლი ეხლა გეტყვით რატო აუცილებლად როცა ყოფილიყო ჩელსის პაკი ან ლეგენდების ან რამე ერთი გამოუშვეს summer transfer და ყველაზე კარგ ეს სისულელეები გამოუშვეს პირდაპირ თქვა სისულელი გავიდა 6 დღე აგროვებული ვისაც ქონდა coin იყიდა ყველა მესი და აი ამ პაკის მერე გამოვა რაღაცა სასწაული უეჭველი ვიცი ისეთი რამე გამოვა რომ აი უეჭველი coin-ები უნდა დახარჯო და მერე ჩაარიცხავინე სახალს ფულს ეხლა ამათ მაიცი რა ქნეს მესის მეც აუცილებლად მინდა რომ ვიყიდო და ავაგროვებ და ძალიან მაგარი პაკი თუ არ გამოვიდა უეჭველი ვიყიდი მესის და რატო იმიტომ რომ მესი არის ბარსელონასი და ბოლო დროის მესი ანუ ბარსაში როცა იყო ბოლოს ეგ მესია რა და მაგიტო ვიყიდი ეხლა რა ქნის ამათმა შემნაირად იცოდნენ რომ იყიდნენ მესის ნუ მე უბრალოდ coin-ებს ავაგროვებ მე ფული ერთ-ერთი ჯარჯამირწყია და როცა ვიყიდი მესის მაშინ იმასთვის რა ქვია ვიყიდი რა coin-ებო თავაგროვებ ეხლა ნახე რა ხდება ვისაც 2027-ისთვის coin-ები ქონდა შემონახული ჰოპლა წკაპან მესიზე დახარჯავე მე 6 დღეში 7-ში ნუ როგორც იქნება ერთ კვირაში 5 შაბათს გამოვა ახალი პაკი სადაც იქნებიან ლეგენდები მე იმათ coin-ები აღარ ექნებათ ანუ ვინც რიცხავენ თამაში coin-ები აღარ იქნებათ მომწევენ ისევ ჩარიცხვა coin-ი ასვისავს ფულს გააკეთებს ძალიან დახმარდა ფულს კონამი რა მაგრად ძალიან მაგრად კარგით მოკლედ სულ ეს იყო შემდეგ ჯერ ისე ვითამაშებ მე თვითონ ვითამაშებ თამაშს როგორია და მე ვიდეოც შეიძლება გადავიღო თამაში რა ხოდა ნუ გერჩევთ მაინც იყიდოთ ეს მესი მაგრამ კი არ ვიძახი რომ მახია და რამე და ეს მესი უნდა ვიყიდო მესი მახია პროსტა ანუ მახია რა მაგრამ უნდა იყიდო მესი იმიტომ რომ მესია ანუ სხვა რა ვთქვა მესია ხო მაგრამ კონამიმ გააჩალიჩა ზალით რომ ეხა ეს მესი იყიდონანი იამალი ნახე ის კარგი ამალია მე ფული გადააყრევინო რა ხალხს ხუაზე ხართ მაგის გეშოვეთ მეგობრებო სულ ეს იყო ვიდეო გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დამიწერეთ eFootball-ში რისი განხილვა დავდო რაც ვერ გაიგეთ თუ კიდე სახილენ აგიხსნით ახალი სქილი როა მწვრთნელების გვარდიოლას რო დააკრეს კარგით ნახვამდის დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი დატოვეთ რაიმე ნაირი კომენტარი და მომავალ შეხვედრამდე აბა ჰეი